პორტფოლიოს წარმოება გვეხმარება იმაში, რომ ბავშვის განვითარების შესახებ სრული სურათი გქონდეს და ვიცოდეთ ბავშვი თავის განვითარების რა ეტაპზეა, რა გამოწვევა უდგას, რაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ და ეს ჩვენ გეგმაში როგორ ავსახოთ. ამისათვის პორტფოლიო ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება არის, მთავარი საშუალება არის ვიტყოდი. მონაცემების შეგროვების რამდენიმე მეთოდი მაქვს. ერთ-ერთი არის მაგალითად ვიდეო ჩანაწერების კეთება პროცესის დროს და შემდეგ ამ ვიდეო ჩანაწერების გაზიარება PowerPoint-ის ფაილში, რომელთანაც წვდომა აქვს ჯგუფის ყველა მასწავლებელს. ასევე ვაკეთებთ ხელით ჩანაწერს, ობიექტურ ჩანაწერს, რომელიც ასევე გადაგვაქვს პორტფოლიოში. და პორტფოლიო ასევე მოიცავს მშობლებთან შეხვედრების ჩანაწერებს, სურათებს, ფოტომასალებს ბავშვების შესახებ, ასევე მიზნებს, გამოწვევებს. ეს არის ბავშვის განვითარების პორტფოლიო. ნამუშევრებს ვინახავ და მე ვარჩევ, რომელიც უფრო მაძლევს ინფორმაციას ბავშვის უნარების განვითარებაზე, იმ ნამუშევარს ვაკრავ. აი მაგალითად ახლა აქ ნახატი ჩავაკარი, ხო? და როცა ვკითხავ ბავშვს რა დახატა, შინაარს მეუბნება და სადაც რომელი უნარიც იკვეთება იმ შინაარსის მიხედვით, მე დაბლა ვუწერთ. და რომელიც არ იყოს, შეიძლება ნახატი, იყოს ნამუშევარი, იყოს მოტორული უნარების განვითარება და ამისთვის ძალიან კარგია ფოტოები. აი ხლა აქ მაგალითად ეზოს აქტივობა იყო ისეთი, მაქვს ფოტო და გავშიფრე უკვე უნარები, რომელი სფერო არის, რომელი ინდიკატორების გამოვლენა არის. და ეს კიდე რა გააკეთა ბავშვმა დაკვირვების ობიექტური ჩანაწერია ფაქტიურად და მე ჩავაკრავთ იმ ფოტოსაც. მოცუჩკიო მოახერხეთ, მაგრამ მე ჩავაკრავთ ამ ფოტოსაც.